დღესაც ალბათ თვალებიდან არ მოგდით ის კადრები და გონებიდან არ მოგდით ის საშინელება, რაც ხდება დღეს სირიაში. საქართველოში განსაკუთრებით აღიქვამენ მძიმედ იმას, როდესაც ქრისტიანებს დევნიან და ეს ჩვენ გამოგვიცდია ჩვენ თავზე უამრავჯერ 100,000-ობით ადამიანი ეწამა ქრისტესთვის და ეს ძალიან ბევრჯერ მომხდარა ჩვენი ბედკრული ისტორიის მანძილზე 6,000 გარეჯელი შახაბაზის შემოსევას ემსხვერპლად გარეჯში 100,000 ეწამა თბილისში ჯალალედინის შემოსევის დროს და კიდევ ვინ მოთვლის არავის ალბათ სოფლიოში იმხელა მსხვერპლი არ გაუღია ქრისტეს ერთგულების დასამტკიცებლად რამდენიც ქართველ ხალხს და ამიტომაც არის რომ ჩვენ მოვედით აქამდე არც ერთი კანონზომიერებით ჩვენ არ უნდა მოვსულიყავით აქამდე ეს ყველაფერი მოხდა იმიტომ რომ უფალმა დაინახა ჩვენი თავგანწირვა უფალმა დაინახა ის რომ ქართველი ხალხი მუდამ არის ქრისტეს გვერდით ეხლაც აი როდესაც აი ამ საშინელ საუკუნეში ვცხოვრობთ ყველგან მოხდა სოდომიის ლეგალიზება. ყველგან ჩატარდა ეს გეი აღლუმები, პრაიდები და ალბათ 1-2 ქვეყანა დარჩა, რომელმაც ეს არ გაიზიარა და მათ შორის არის საქართველო. საქართველოში არ მოხდა აი ამ სოდომიის ლეგალიზება. და ამით ალბათ ჩვენ გარკვეულწილად ვანახეთ ყველას, მთელ მსოფლიოს, რომ ქართველი ხალხი მიუხედავად დიდი დარტყმებისა, დიდი განსაცდელისა, მუდამ იქნება ქრისტეს გვერდით. და ჩვენ განვიცდით იმას, რაც ხდება დღეს სირიაში. განვიცდით იმიტომ, რომ კლავენ და აწამებენ ქრისტიანებს. და ამაზე არავინ ხმას არ იღებს, მეგობრებო. ამაზე არავინ ხმას არ იღებს, პირიქით დასცინიან საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც მათ ეკომაგება. და განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ დასავლეთის მიერ ახალი ქართველის გამოყვანა გამოიღო შედეგი. დღეს მაგალითად რადიო თავისუფლებამ აი ესეთი ინფორმაცია გაავრცელა, რომ თითქოს იქ რაღაც შეჯახებებია და აი ამ შეჯახებების დროს სამთავრობო ძალებსა და აი ამ ასადის მხრებს შორის დაიღუპა ხალხი. გესმით ხალხო თქვენ. ესე იგი ამართლებენ იმას, რომ ადამიანებს ხოცავენ. ეს ნაძირლები ესენია, მაგრამ რა გასაკვირია ის ტერორისტი, რომელიც დღეს ჩაუდგა სათავეში სირიას, ის ადამიანი იყო, ვინც ხოცავდა უმოწყალოდ ადამიანებს ადრეც, ეხლაც და აი ამ ადამიანს ჩამოართვა ხელი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერბოკმა. ევროპელი დიპლომატები ქვეყნის ახალ ლიდერს აჰმედ ალ-შარას შეხვდნენ. გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები პირველი დასავლელი დიპლომატები არიან, რომლებიც სირიის ახალმა ხელმძღვანელობამ დამასკოში მიიღო. ანალია ბერბოკმა აღნიშნა, რომ გერმანია აპირებს დაეხმაროს სირიის ხელისუფლებას ინკლუზიური მშვიდობიანი გადაცემის განხორციელებაში, სოციალური შერიგების მიღწევასა და ქვეყნის აღდგენაში. ეს ადამიანი მიიღო დასავლეთმა და ეს ადამიანი აღიქვა რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ მებრძოლ ადამიანად იქნა შერაცხული. ალ-ჯულანი ჟურნალისტებს აცნობა, რომ რამდენიმე დღეში თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების შექმნის შესახებ გამოაცხადებს. თურქეთის პირველმა დიპლომატმა კი განაცხადა, რომ სირიაში ქურთული შეიარაღებული დაჯგუფებები არ უნდა იყოს და ისინი დაუყოვნებლივ უნდა დაიშალოს. ფიდანმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ სირიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მოიხსნება და ქვეყანას აღდგენისა და განვითარების საშუალება მიეცემა. თუ კი შენ რაღაცნაირად გარკვეულწილად რაღაცა წინააღმდეგობაში ხარ რუსეთთან, უნდა მოკოდე წამებითაც, არავის მნიშვნელობა არ აქვს ქრისტიანი იქნები თუ არა. და აი რადიო თავისუფლება აი ამას აკეთებს და მე ვფიქრობ, რომ ეს გამოცემა და ეს მედია საშუალება უნდა იქნას გაძევებული საქართველოსთან. როგორ შეიძლება, რომ ქრისტიანების წამება და გინდას ქრისტიანი არ იყოს, მუსლიმანიც იყოს, ჩვენ ყველა თითოეულ ადამიანზე შევტყივა გული, წამება გაამართლო იმითი, რომ თურმე რაღაცა რა შეტაკება ხდება რა ჩვენ არ უყურეთ ბავშვებს როგორ ხოცავენ როგორ ადამიანებს ხოცავენ უმოწყალოდ ისე რომ არავითარი წინააღმდეგობა არ არის ეს ომის კანონების დარღვევაც არის როდესაც ადამიანი ტყვედ გვარდება რატო უნდა აწამო ესე ფეხზე ძაღლებივით აყავთ ეხლა კიდევ ერთხელ ვიმეორებ კადრების გაშვება ჩვენ შეგვიძლია ტელევიზორში მაგრამ დაბლოკავენ ამ გადაცემას და ამიტომ იძულებული ვარ სიტყვიერად გითხრათ თუმცა ბევრმა იცით კიდევაც სოციალური ქსელი სავსეა ამ ინფორმაციებით ნუ ტელევიზიით ცოტა სხვა მიმართულებით
არის კონტროლი. გარდა აი ამ მედია საშუალებებისა გამოჩნდა მაგალითად ინტერნეტ სივრცეში დაცმოძრაობის მხარდამჭერი ადამიანები, რომლებიც აი ესეთ სიბიძურეს აფრქვევენ. სირიაში ქრისტიანებს ხოცავენო. თუ კარგად დავაკვირდებით ვინ ავრცელებს ამ რუსულ დეზინფორმაციას, აღმოვაჩენთ, რომ საქმე გვაქვს ან ყალბ ანგარიშებთან, ან საქართველოში რუსული გავლენების ძალებთან. რა ხდება სინამდვილეში სირიაში? დავიწყოთ იმით, რომ სირიის ლატაკიის ქრისტიანულმა ეკლესიამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, ნუ აყვებით ჭორებს. ასევე ეკლესია ამბობს, რომ ისინი არიან მჭიდრო კავშირში ახალ ხელისუფლებასთან და ყველაფერი ექვემდებარება სტაბილურობას. სირიის ლატაკიის პროვინციაში, სადაც მდებარეობს რუსეთის საავიაციო ბაზა, შეტაკებები მოხდა გარდამავალ ახალ სირიის მთავრობასა და ბაშარ ასადის მომხრე შეიარაღებულ დაჯგუფებას შორის. როიტერი ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ამ შეტაკებებს ემცხოვრებლა 1000 ადამიანი, აქედან 700-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე. საუბარია ბაშარ ასადის მხარდამჭერებზე, ისლამის შიიტური მიმართულების ალავიტური სექტის მიმდევრებზე. როგორც ვიცით, ალავიტები წარმოადგენენ ქვეყნის 10%-ს. ალავიტი ბაშარ ასადის ოჯახი ქვეყანას 50 წლის განმავლობაში მართავდა. სირიის ახალმა ლიდერმა შექმნა საგამოძიებო კომისია, განეიტრალდა ბაშარ ასადის ალავიტური დაჯგუფება და ასევე მიმდინარეობს დამნაშავეების დაკავება. დატყვევებული ოფიცრების აუდიო ჩანაწერებიდან მდიდდება, რომ აჯანყების ოპერატიული საკოორდინაციო შტაბი მდებარეობდა რუსულ ბაზაზე. აჯანყება დაგეგმეს გენერლებმა გიას დალამ და იასირ სალხაბმა. სირიელები მასიურად წერენ მსგავსი შინაარსის ტექსტებს, სადაც ნათქვამია, რომ წარმოიდგინეთ 50 წლის განმავლობაში ალავიტები აწამებდნენ ჩვენს მოსახლეობას, ახდენდნენ ტერორს, აუპატიურებდნენ და კლავდნენ სირიელებს. რა თქმა უნდა, ეს არ ამართლებს სასტიკ შურისძიებას და საპასუხო ძალადობას. სირიის ახალი ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს შეაკავოს გამწარებული ხალხი. საბედნიერო სიტუაცია დასტაბილურდა, აქტიურად მუშაობს საგამოძიებო კომისია. სირიის ახალი ლიდერი მიიწვიეს ბრიუსელში 17 მარტს კონფერენციაზე სირიის მომავალი. დეტალურად ბაშარ ასადის რეჟიმის დანაშაულებზე შეგიძლიათ იხილოთ ჩემი ვიდეო რგოლი, რომელიც ეხება სედნაიას ციხეში ჩადენილ სისასტიკეს, სადაც 300,000-მდე ადამიანი ჩახოცეს. ესე იგი, აი გამოდის ხალხი და ამართლებენ აი ამ ქმედებებს, რასაც ჩადიან აი ეს ჯალათები სირიაში. ეხლა ეს ადამიანი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ადამიანი რო შეხედო ჯამთელი გეგონება, მაგრამ თან წმინდა გიორგი რო აქვს გამოსახული თავის სამოზე ლაპარაკობს იმის შესახებ, რომ რაღაცა წინააღმდეგობა თურმე წინააღმდეგობას აწყდება თურმე დღევანდელი ხელისუფლება და თურმე ადრეც იყო რაღაცა ამდაგვარი და რაღაცა, ესე იგი წინააღმდეგობა არის ის, რომ ამ ბავშვებს ხოცავენ, ახალგაზრდებს ხოცავენ. ესე იგი, აი ესეთი უსისხლო უჯიშო ქართველი გამოიყვანა, როგორც აი ესეთი ახალგაზრდა არის. ეს საერთოდ რა უნდა გაიზარდოს ეს ადამიანი. აი ახლა ამ ადამიანს ხელი კი არ უნდა ჩამოართვა, საერთოდ აი ესეთ ადამიანებს განაჩენი უნდა გამოუთანოს ქვეყანამ, იმიტომ რომ საერთოდ უნდა იყვნენ გარიყულები საზოგადოებრივ. აი ეს ახლა მანიაკზე და ჯალადზე რამით ნაკლები არის მაინტერესებს. კაცი რომ ადამიანების ხოცვა ჟლეტვას გაამართლებს, იმიტომ რომ რაღაცა თითქოს წინააღმდეგობა ხდება იმ სამთავრობო ძალებსა და იმას შორის და რაღაცა პრორუსული ნარატივი ყოფილა, ეს გესმით? და თურმე სიყალბე ყოფილა ის, რასაც ჩვენ ვლაპარაკობთ, რა სიყალბეა მედიაში უამრავი ინფორმაცია ვრცელდება სოციალურ ქსელში, როგორ ხოცავენ ადამიანებს. და თურმე ეს ყოფილა გესმით რაღაცა ფეიქ ნიუსები. აი მეცოდება ის მშობელი, ვინც ესეთი გველის წიწილი გაზარდა და მეცოდება ის ადამიანი ამას საერთოდ ვინმე თუ უსმენს საერთოდ და ესეთი ადამიანები შექმნა ნაცმოძრაობა. აი ამიტომაც არის საშიში ეს ძალა და უნდა ამოიძირკოს ძირფესვიანად ეს მოძრაობა. აი ესეთი ახალგაზრდები შვეს ამათმა. ეს ადამიანი, ეს ამიბიოზი მინახია მე სადღაც რაღაცა გამოსული სხვადასხვა არხებზე სხვათა შორის და ეხლა აი ამას რო ჭკუას დაეკითხები კაცს, რომელიც აი ამ ჯალათობას ამართლებს. აი ხედავთ ხო რა დონეზე მივიდა ჩვენი ქვეყანა ქრისტიანების წამებას ამართლებს ადამიანები. გესმით თქვენ რა ხდება? გესმით რა ტიპის ჯიშის ადამიანი გამოიყვანა? აი ეს არის მიშას ბუჩქების თაობა რა. აი ეს მიშას უსქესო თაობა, რომელიც ეუნებოდა ახალგაზრდებს წადით და იმაში ქენითო სექსით დაკავდითო რა. მე მართლა მინდა რომ თქვენ ერთმანეთ გაიცნოთ, დაუმეგობრდეთ, შეგიყვარდეთ ერთმანეთი, სხვა შორის ტყეები და ბუჩქები საკმარისად არის რომ გაისეენ გამოისეინოთ. თქვენ აიგულისხმეთ ეს. ეს არის მიშას ბუჩქების თაობის წარმომადგენელი არის ეს. ჯერ საერთოდ კაცი არის, ეხლა ეს არარაობა, ესა მართლა როგორ ლაპარაკობს იმას, რომ თურმე ეს ყოფილა ფეიქ ნიუსები ხალხო.
გაიგეთ თქვენ რა ხდება და ესეთი ასეთ ინფორმაციებს ავრცელებენ აი რადიო თავისუფლება და ესე იგი თურმე დასავლეთის ორგანიზაციები და სად არის მაინტერესებს დასავლეთი აი ესე უმოწყალოდ ხალხს რო ხოცავენ ეს არის თანამედროვე დასავლეთი არის კაცი ჭამიების მკვლელების და ყოველგვარი ბოროტების სათავე და დღეს როდესაც ლაპარაკობენ იმის შესახებ რომ ჩვენი გზა დასავლეთი რომელი გზა თქვენი დასავლეთისკენ ხოცვისა და ჟლეტვისკენ არის ჩვენი გზა და სხვათა შორის აი მე ისიც ამსიამოვნებდა რომ აი ამ სამთავრობო აქციებზე როდესაც იმართებოდა კონცერტები იქ ლაპარაკობენ ჩვენ ევროპაში მივიდივართ რომელ ევროპაში მიდიხართ აი ამას რომ ჩვენს არიან დაგეშილები იმიტომ არიან დაგეშილები რომ აქაც იგივე გააკეთონ ჩვენს არიან დაგეშილები იმიტომ არიან დაგეშილები რომ აქაც იგივე გააკეთონ აქაც იდევნებოდეს ქრისტიანები თქვენ რა გონიათ ამას ჩვენს მიმართ არ გააკეთებენ ჯერ ხელისუფლებაში არ მოსუვალ და როგორ იგინებიან ილანძღებიან აი ასეთი ტიპის ადამიანები გამოიყვანა დასავლეთმა და აი ესეთი ტიპის ადამიანებს აფინანსებს დღეს დასავლეთი საქართველოში და მე ამის შემდგომ როდესაც აი ამ გარემოების შემდგომ რომ საქართველოში კიდე ვინმე ევროკავშირის დროშას აფრიალებს და კიდე იმას იტყვის რომ ჩვენ დასავლეთისკენ მივდივართო აი ეს ადამიანი არის ავანტყოფი და ქვეყნის მოღალატე აგერ ქვეყანაში ასეთი რაღაცეები ხდება და კაციშვილი ხმას არ იღებს და ჩვენთან ლაპარაკობენ რომ თურმე ადამიანის უფლებები ილახება და ყოველთვის ასე არ იყო დასავლეთი ყოველთვის ასე არ იქცეოდა 92 წელს როდესაც საქართველოში სისხლით იქნა მორწყული ყველაფერი და დაამხეს საქართველოში კანონიერი ხელისუფლება ჯეიმს ბეიკერი ჩამოვიდა რესპუბლიკის მოედანზე შევარდნაძესთან ერთად რაღაცა ტაკი მასხარაობას ესწრებოდა და გვერდზე ხალხს არბევდნენ უმოწყალოდ და აი ამას არაფრით გარკვეულწილად ამაზე არაფერს არ არიგირებდა 1921 წელს საქართველოში როდესაც მოხდა გასაბჭოება ვინმე ამოიღო ხმა 56 წლის 9 მარტზე ვინმე ამოიღო ხმა 2008 წელზე ვინმე ამოიღო ხმა შეშფოთება აღშფოთების გარდა შეშფოთება აღშფოთებაც აღარ არის აი ეხლა სირიაში რა ხდება შეშფოთება აღშფოთებაც აღარ გვესმის იმიტომ რომ იქ უნდათ რომ დაამყარონ ის რეჟიმი რომელიც დასავლეთს აწყობს და აქაც თქვენ წარმოგიდგენიათ საქართველოში როგორ მწვანე შუქს აუნთებდნენ ესენი ნაციონალებს რომ აქ თავიანთი გარკვეული ძალაუფლება გაემყარებინათ აი ამ დახოცვაზე ადამიანების ჟლეტვაზე ყველაფერზე იქნებოდა მწვანე შუქი ანთებული და ასეც იყო გახსოვთ ალბათ 9 წლიანი რეჟიმი როდესაც იყო საქართველოში ადამიანებს ხოცავდნენ, კლავდნენ, ციხეებში აუპატიურებდნენ, რა გვესმოდა ჩვენ აქ, რომ დასავლეთის ლიდერები დემოკრატიის შუკურას უწოდებდნენ სააკაშვილს. აი ეს არის დასავლეთის ორმაგი სტანდარტი. და დღეს აი ესეთი ნაძირლები აღზარდა სააკაშვილის ურდომ საქართველოში, რომ ქრისტიანების დევნაზე რეაგირებას კი არ ახდენდნენ, პირიქით ამართლებენ ამ ყველაფერს, რომ თურმე ეს რაღაცა რუსეთის ძალის წინააღმდეგ ხდება და რაღაც პრორუსულობის წინააღმდეგ ხდება. ჯერ ერთიც ვინმე თუ პრორუსია, ესე უნდა გაუსწორდე, ან ვინმე თუ რაღაცა სიტყვაზე ამა თუ იმ რეჟიმის წინააღმდეგი არის, მაინტერესებს, ესე უნდა გაუსწორდე და გაუგებ